ყველაფერი რაც სახთან არის დაკავშირებული და აფხაზეთთან ახლა მოგეხსენებათ განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის რაც შეეხება უშუალოდ წიგნების გადმოტანის საკითხს ის მოხდა რომ მოვიდა ჩვენამდე ამბავი რომ სახლი სადაც რომელიც ჩვენი სახლი ერთი დაწვეს მაგრამ ბინა სადაც ცხოვრობდით ძირითადად დაცალეს რატომღაც მაშინ მივხვდით რომ რაც მოელოდა ამ წიგნებს, იმიტომ რომ ქართული წიგნები იქ არ ესარჭირდებოდა, რუსულს დაეტოვებდნენ, ქართულს არა და ძალიან დიდხანს ვწვალობდით. მამაჩემი განიცდიდა ძალიან, იმიტომ რომ მამაჩემის ხელნაწერები დაგვრჩა ჩვენი რაღაც გარკვეული წიგნები მოგცეს ნებართვა რომ როცა საშუალება ექნებოდა გადმოგვეტანა იქიდან ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იმიტომ რომ რამდენჯერ მითქვამს რომ აი თითქოს კუს ბაკანი მოაძრეს ხოდა უბაკნოდ არის კუ იმიტომ რომ ჩემი კანი ჩვენი ცხოვრება იყო ეს ჩვენი ბავშვობა ამ წიგნებში მიდიოდა და აი ამ წიგნების დააბრუნებით თქოს რაღაცა ჩვენ სახლში დაუბრუნდით თუ რაღაცა მოხდა თვითონ ჩვენში რის გარეშეც ალბათ ჩვენ თავს ვერ დავიბრუნებდით ვეღარასოდეს აი ასეთნაირად მოხდა წიგნები დააბრუნდნენ სახლში როგორც მამაჩემი იყო და დირთეს ბოშებ დააბრუნდნენ ბიჭების სახლში ვალერიან გუნიას კალენდარია 904 წელს გამოცემული, მერე ბუნებრივი არ გამოცემულა. აქ არის სტატისტიკური მონაცემები, ესე იგი საუკუნეზე ადრინდელი რუსული წყაროებიდან ციტირებული, ეს არის ოფიციალური დოკუმენტები, რამდენი ქართველი ცხოვრობდა, რამდენი აფხაზი ცხოვრობდა, რამდენი სხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა ჩვენთან გარკვეულ კატეგორიებში და მასში რა გაქონდათ, რა იყო სამთავარი, ესე იგი საქმე მათი, ბევრი ამ არის ისეთი, რაც ფასდაუდებელ მასალას იძლევა მაშინდელი აფხაზის შესახებ ინისთვის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა მაშინ არ იყო მოქვის ოთხთავი არ ქონდა გამოცემული ჟანიძეს იმიტომ რომ ამის ნებას არ აძლევდნენ და მაშინ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სულ ხელიდან ხელში გადადიოდა ქართველებში და იქ ჩვენთან მაინც განსაკუთრებით იდგა ილორის პრევლი ვიყავით რაღაცა და ჩვენთან განსაკუთრებით ესე ფაქიზად ეკიდებოდნენ ამ საკითხებს. ეს არის მაგალითად საქართველოს მოამბე, რომელიც სვედის გამოცემით დაიბეჭდა. აი ეს არის უკვე ხელნაწერის სახით ოქროს საწმისი, ორით გამოვიდა სულ და ორივე გვაქვს ჩვენ ზოგი ჩემი დისკა ნაწილი ჩემი დისკა ნაწილია ნაწილი და ჩემის ნაწილი მამაჩემის ანუ როგორ ჩავიგდეთ ხელში ისია გაკეთებული ეს ოქროს საწმისი და თვითონ ზვიადის ხელნაწერები ბევრია კიდევ დროის ნიშანი არის აღბეჭდილი ყველაში. როდესაც აბნიში ეგრეთ წოდებულში აფხაზეთის ენისა და ასე შემდეგ ინსტიტუტში ქართული ხელნაწერები, ქართული დოკუმენტები დაწვეს, რასაც მერე აყვედრიდნენ ქართველებს და სამწუხაროდ საქართველოშიც ჩვენც ბევრი რამ დავაშავეთ ამ მხრივ, იმიტომ რომ რაც უნდა მოხდეს, ავტოდაფე წიგნებს არ უნდა მოაწყვეს, შენ თუ გინდა უპასუხე მას და წიგნის დაწვა გამოსავალი არ არის, მაგრამ თავდაპირველად ეს დაიწყეს თვითონ აფხაზებმა. ძალიან ბევრი რამ მაქვს იქით ცალკე ყუთებში, იმიტომ რომ აქ არ არის იმის საშუალება სხვის სახლში, რასაც მე მაშინვე გადავცემ აფხაზეთის მუზეუმს, ამას ყველაფერს რა თქმა უნდა ჩაიბარებს ის, ვინც მოულის ამას შემდეგ და არ მიკარგავს, არ მიფანტას.